წმინდა ოჯახი. ქართულ ფესვიდან აღმოცენებულ ვაჟკაცობაზე დიდი რა არის? ქალი ქალობდეს, კაცი კაცობდეს, ოჯახი ჰქონდეთ ქვეყნის სადარი. კაცს ამშვენებდეს ჩოხა-ჩაქიანი ქუდად ეხუროს ნამუსის ქუდი. ქალს კი ღიმილი, წრფელი, მადლიანი, ქმარზე დღე მუდამ შეყვარებული. ცოლი სარკმელთან ელოდებოდეს, როდის შემოდგამს ქმარი ფეხს სხურბლზედ. ის კი ხელგაშლით ეგებებოდეს, ფაქიზად ნაზად იკრავდეს გულზედ. კოკის ავსება შვინი ლამობდნენ, კაცი სათბურად ანთებდეს კოცონს. სახლში სილაღით დანავარდობდნენ, ქალი სასთუმელს უშლიდეს ბოლოს. მერე კი დედა ბუხართამჯდომი, გოგოს უქსოვდეს ვარდისფერ კაბას. დღეღამ ოჯახის უღელში მდგომი სულ არ იმჩნევდეს სახეზე დაღლას. ნემსით მოკემსავს ლაბადას ქმრისას და გამორღვეულ ჩოხის სამასრეს. შეალამაზებს ნაქარგით წინდას და შეასწორებს შარვლის სამაგრებს. შემდეგ დაღლილი დაწვება ფრთხილად, რომ არ დაუფრთხოს ძილი მეუღლეს, ის ხომ შრომაში ძალღონეს ცლი და ხვალ კი ახლიდან უნდა შეუდგეს. სხვა რაღა არის ოჯახი წმინდა, თუ კაცი არის საყრდენი ძალა, ცოლი კი ბრძნული სიტყვებით ფრთხილად შვილების სულში არ წევდეს აკვანს. დღე სიყვარულში უღამდებოდეთ. დაჟრიამული დაქროდნენ ველზედ, შემდეგ მამიკოს მოასხდებოდნენ შრომით გადაღლილ ნამზეურ მხრებზედ, აშენებდნენ და არ ანგრევდნენ, ნამოსახლარებს წინა პართაგან ხეხილს და ბაღნარს განათავსებდნენ, რომ არ უნახავს თვალთა კაცთაგან. გაღვიძებულს კი ზეგი ღიმოდეს, შვილთა ლამაზი თვალბაგით დილას, ზამთრის ყინვაშიც სულ არ ქციოდეს, რადგან შენ სახლში უსულმოდ თბილა.